მე ჩემ თავზე ვამბობ და ყველა ჩვენთაგანმა ჩვენ საკუთარ თავზე თქვას ხომ არ მეშლება რამე რატომ არის საზოგადოებაში ამდენი აგრესია მარტო იმიტომ რომ ლიბერალური ტელევიზიები პროპაგანდას ეწევიან ლიბერალური ტელევიზიები რადგან ამ თემას შევეხე მიზანი მიმართულად ეძებენ მიზეზებს რათა დაარტყან არა მარტო ტელევიზიები ნებისმიერი ეს ზალა მათი მიზანია ეგ იმიტომ ლიბერალები არიან ქრისტიანობა მათთვის მიუღებელია ისე როგორც მე-20 საუკუნეში ათეისტები რო იყვნენ კომუნისტები მათთვის ეკლესია იყო მიუღებელი ახლაც ამათთვის შეიცვალა ზალა ეკლესიის ზალა შეიცვალა ჩანაცვლება მოხდა მიუღებელია ეკლესია ამიტომ მათი მიზანია ებრძოლონ მაგრამ მარტო მათი ბრძოლის შედეგად მოხდა ახლა მე დავდე თქვენი ვიდეო აი აბორტთან დაკავშირებით სათაურით ორი პატრიარქი ილია მეორე და გაგვინათლოს მერთვა მისი სული და შიო მესამე ლოსვაკურთხევას თხოვ ქეცვიხრი მის წინაშე როგორც პატრიარქის წინაშე სადაც ჩვენი ახლანდელი პატრიარქი მეც მიკირს პატრიარქს რო ამბობ გონებაში ესევე ეგრევე ილია მეორე იმიტომ თელ ჩემ ცხოვრება პატრიარქი ილია მეორეს უწოდებდი და გარკვეული დრო უნდა ადაპტაციას და ბუნებრივიცა მეუფე დანიელსაც იქ წამოწდა სიტყვა ალბათ იცით ხო ბუნებრივი ეს ბუნებრივი ადამიანური სიტყვა ეს რო გვიყვარს იმიტომ ხდება ეგრე ამბობს საუბარს რომ ამბობს ბრძანებს რომ აბორტი უნდა აიგზალოსო კომენტარები როცა ვიდეოს კომენტარების უმრავლესობა თუ არა 40-50% კომენტარებისა არის შემდეგი არ დაბადებულ ბავშვების აბორტზე რო ამბობთ ბავშვებს რო წამლები რო უნდა და თქვენ ასე ძვირად ღირებული მანქანები დადიხართ ამ მანქანების სხვა შეელეოდით და ბავშვებს წამალს სხვა უყიდიდითო რა თქმა უნდა მოდი ობიექტურობა მოითხოვს აბორტსა და სასულიერო პირის მანქანას შორის კავშირი არ არის პირდაპირ არანაირი სასულიერო პირი მანქანა კი არა პირაზე რო გადავიდეს შენი საკუთარი შვილი მაინც არ უნდა მოკლა შენ არ მართლდები მაგით კი ბატონო ეს ასია სალსახად ერთ მნიშვნელოვნად მაგრამ კითხვა მოდი სხვანაირად დავსვათ ეს ბრალდება შეიცავს თუ არა ჭეშმარიტების ელემენტებს ავლე მოციქული ასეთ რამეს ბრძანებს თუ ჩემი ჭამა აი რომ ნერვიულობ ამ თემაზე და შენდობას თხოვთ ავლე მოციქული ბრძანებს თუ ჩემი ჭამა აპრკოლებს ვინმეს უნჯობესია არ ჭამო საჭმელიო თუ ჩემი მანქანა აპრკოლებს ვინმეს ბიჭო უნჯობესია მყავდეს ეს მანქანა ვიღაცამ ეს უნდა თქვას ვიცი რომ თითქოს რაღაც მისია მაქვს ვალდებულება მაქვს თუ ტვირთი მაქვს რომ რაღაც ყინულმჭრელის როლი ვასრულებ უკვე დიდი ხანია ჩემს საყვარელ დედა ეკლესიის სიახლში ეს სიტყვებს სასულიერო პირები არ ვიცი არ გამიგონია თუ აბკოლებს ბიჭო ეს $100,000 მანქანა ბიჭო და შეხედე რა ხდება დაწერეთ მარტო ერთხელ არ წერენ შეიძლება ტყუილი არ ვიცი მაგრამ გარკვევა უნდა დაწერეს ამდენი ძვირიანი მანქანები მერე მრევლმა რომელსაც ეკლესიის დაცვა უნდა იცავს დაანებე თავი მდლის მანქანას თუ ეპისკოპოსის მანქანას შენ ცოდვებს მიხედე და იცავს მრევლი როდემდე უნდა ვიყოთ ასე არჯობია იმან მანქანა გაყიდოს და ეს კამათი აღარ იქნება ჩვენ ქართველებს შორის ისიც ჩვენი შვილია რომელიც უსამართლოდ შეიძლება უსამართლოდ სიწამებს ქვას გვესვრის ჩვენი შვილია ის და მეორეც ჩვენი შვილია რომელიც გვიცავს
შევხედოთ ყველას როგორც ჩვენ შვილებს და როგორც მამამ გადავდგოთ ისეთი ნაბიჯი რომ ჩვენი შვილის დაღუპვის პასუხისმგებლობა ჩვენზე არ იყოს ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ მე ხდება დაცვა რა მიმართულებით რომ ეს ჯიპები იმიტომ ყავთ ძვირადღირებული რომ თაში მოღვაწეობენ მოდი გულახდილები ვთქვათ პრეტენზიები თაში მოღვაწე მონასტრებში მყოფ ბერებს რომ მაღალ გამავლობის მანქანები და ძვირადღირებული მანქანები ყავს მათი მისამართით მე პრეტენზიები არ მინახია პრეტენზიები არის ქალაქში მომსახურე სასულიერო პირებზე ქალაქში სინამდვილე ასია გაუსწოროთ სიმართლეს თვალი და ეს პრობლემები ნახე რატო შევეხი ამ პრობლემას კითხვას ვსვამ ასეთი თემების წამოწევით ხდება თუ არა დისკრედიტაცია ეკლესიის და ხდება თუ არა დარტყმა ჩვენს ახლად არჩეულ პატრიარქის ავტორიტეტზე რა თქმა უნდა ხდება ამიტომ ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ არ უნდა მივცეთ საშუალება ეკლესიისადმი ტრულად განწყობილ ორგანიზებულ ძალებს საინფორმაციო საშუალებებს იმოქმედონ რათა რეიტინგი ეკლესიისა და ჩვენი პატრიარქისა რამე სახით მინუსი და დაამინუსონ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება ჩვენ ამაზე უნდა გქონდეს რეაგირება და უნდა შეველიოთ რაღაც მსგავს ეგრეთ წოდებულ როგორ გითხრა ფუფუნების ნივთებს უნდა შეველიოთ ამას ვამბობ არა თქვათ რომ ეს ვინმე არ მიყვარს ერთი მე პერსონალიებს არ ვასახელებ ეს ერთი ზოგად კონდეს ვილაპარაკობ და ვამბობ რას თუ კი ასეთი არსებობს უნდა გაირკვეს და უნდა ითქვას და უნდა გასწორდეს ყველა ეს ხალხი ჩვენი შვილია ვინც გლანძღავს და ვინც გვაქებს და გვიცავს ჩვენი შვილები არიან ყველა და უნდა ვიზრუნოთ ყველამ ეკლესიის ავტორიტეტზე და რა თქმა უნდა ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტზე უნდა ვიზრუნოთ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი სარწმუნოება ასეთ რამეს გვასწავლის რომ ჩვენი ქრისტე კი არ უნდა ვყავდეს ანუ ჩემი ნების შემსრულებელი ქრისტე არამედ უნდა ვყავდეს ისეთი ქრისტე როგორც სინამდვილეში ანუ ჩვენ უნდა შევიცვალოთ რაც არ ემთხვევა ქრისტეს სიტყვებს ის უნდა შევცვალოთ ჩვენ და ეს არის მე ვფიქრობ ეს არის ქრისტიანობა და ვფიქრობ რომ სწორედ ასეა ქრისტიანობა გაგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა და მოდი ამ ეტაპისთვის ეს ვიკმაროთ დანარჩენს მერე მოგახსენებთ მადლობა მოსვენისთვის